რას ფიქრობდით, როცა მერაბს პიაიში წააწყდით? სასაცილო იყო, რადგან შმიტის და მერაბს პატარა ჩხუბი მოუვიდათ. ინსტაგრამზე ერთმანეთს წერდნენ, უთხარი ძმაო, მერაბი პიაიში ცხოვრობს თითქმის. როცა არ უნდა მივიდე, ის სულ იქ არის. სულ. ან კაფეთერიაში ზის, ან ვარჯიშობს. ან ერთს აკეთებს, ან მეორეს. მოკლედ, მივედით პიაიში, ვორის და შმიტის გამოვიყოლე. მერაბს ხედავ კაფეტერიაში, მერაბი მოდის, შმიტის მაჯას კიდებს ხელს და თავისკენ მიათრებს. უთხარი, ჩვენთვის უსარგებლოა, წაიყვანეთ. მერაბი ეუბნება, ახლა ჩვენთან მოდიხარ, ძმაო. ჭაღალში ხომ არ ჩაისვარებ? არა, ტრიალდები და მის სამძმაკაც ხედავ. გული სწრაფად გიცემდა? არა, ის იცინოდა. სუ დიახ, ძმაოს გაიძახდა. მერაბი სასიამოვნო ტიპია. შემდეგ ის დოლსტეი, დოლიძე. დოლიძე 155-იანი. ო, დიდი ჯიგარია. მიხარია, რომ ჩვენი ცემა არ გადაწყვიტა. გატეხავდა, რადგან ვორი მყავდა. ფაქტიურად, ჩემი Xbox-ის ჯგუფის ჩატი მყავდა. Xbox-ის წვეულება PI-ში უმოძრაობდი. ჩემი დამხმარე რაზმი. ო, ჩემი დამხმარე რაზმი. შმიტი, გარეტი, სონი და ვორი 4 ტიპის სტრიმინგიდან გაცნობილი ხალხი PI-ში პირდაღებულები დადიოდნენ. მერაბი მართლა მხიარული ტიპია. ამ სიტუაციაში რომ არ ყოფილიყავით ხარ, ჩვენ ვიქნებოდით ეზიზღები. ხვდები რატომაც? არ უნდა მეთქვა, რომ დიდი ცხვირი აქვს. შეგიძლიათ შერიგდეთ. კი, მაგრამ შენ გამختარს გეძახიან ხოლმე. ხო და ძალიანაც წყინს. ხო და მე სტაფილოს თავს ან წითურს მეძახიან. ო, ფიქრობ იმის თქმა უნდა და მე ხალხი კითხულობს, როგორ უნდა მოერიოს შონს. ის ხომ გამختარია და არტყი ფეხებზე და წააქციო. შენ ამბობდი, რომ დიდ ცხვირში მომეწ. ვთქვი, რომ მისი თავი და ცხვირი იყო დიდი და ამიტომ დაგვიწყდა. მე თქვა, რომ მწვრთნელი ასე არ უნდა საუბრობდეს. არ ვიცი, ვფიქრობ, მან ცოტა გულზე მოხვდა ცუდად. ხო, ალბათ ცოტათი. მის მწვრთნელს რომ ეთქვა, ჩემთვის შენ პატარა ფრუტლოპსი ხარო, არ მეწყინებოდა. ბევრ მწვრთნელს უთქვამს. საერთო ჯამში მერაბი თავის საქმეს აკეთებს. ცხოვრობს. თან ის სხვა ქვეყნიდანაა, არასდროს იცი რას ფიქრობენ, სხვანაირად არიან აღზრდილები. ერთს არ წყინს, მეორეს შეიძლება ეწყინოს. თან მაგ ბრძოლაში ძალიან ემოციური ყავდა და მაინც არაფერში დაგვეხმარა. პირველ რაუნდში შენ გიყვიროდა. ო, სიგიჟე იყო. ძმაო, ამ შეხვედრას მოუთმელად ველი. ჩემი სხეული ასეთ მდგომარეობაში ბოლოს პიოტრიანთან ჩხუბის დროს იყო. ასე კარგად თავს ბოლოს იანთან ჩხუბის დროს ვგრძნობდი. 2021 წელს. ახლა 2025-ია. ვიჩხუბი ალჯოსთან, ჩიტოსთან, მერაბთან გზად რაღაცეებთან გამკლავება მომიწია. არ ვამბობ, რომ მარტო მე მიწევს სირთულეებთან გამკლავება, მაგრამ დამიჯერე ასე კარგად ჯერ არ მიგზნია თავის. სხვათა შორის, გუშინდელიდან მოყოლებული 10 კვირა გვაშორებს ბრძოლამდე. მართალია ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი მაგამდე, მაგრამ ღმერთო რა კარგად გრძნობ თავს. ხოლო შენ კი არა, მეც კარგად ვიცი, რამდენი წელია სერიოზულად ვემზადებით. ბოლო წლები ყველაფერი წესრიგში გქონდა, თუმცა ასე ინტენსიურად ამ ეტაპზე ვარჯიშს ვერ ახერხებდი. ახლა რომ სავარჯიშოდ ამდენი დრო გაქვს და მაქსიმუმს ვდებთ, ჩემთვის ეს დიდი შვებაა. ნამდვილად, დღეს დილით 1 საათი ჰიპერბარეულ ოთახში გავატარე. ტელეფონის შეტანა არ შეიძლებოდა, ამიტომ ჩემი დღიური და წიგნი წავიღე და წლების წინ დაწერილი მასალების კითხვა დავიწყე. თითეული ბრძოლის ჩანაწერებს ვკითხულობდი, მათ შორის წინა ჩხუბის კემპისაც. ძმაო, მისმინე, თითქმის ყველა ჩანაწერი იმაზე იყო თუ როგორ არ მაძინებდა საზარდულის ტკივილები, მთელი ღამეები. იმიტომ რომ 10 კვირის წინ ბრძოლამდე ლაბრუმი დავიზიანე, ანუ იგივე ახლა რომ მიმეღო ტრავმა. ძალიან სერიოზული ტკივილები მქონდა საზარდულის არეში, რადგან ლაბრუმი გამეხა. ძალიან არასასიამოვნო იყო, თუმცა მაინც ვახერხებდი ვარჯიშს. მართალია რთულად, მაგრამ მაინც უმკლავდებოდი. მაგრამ ისეთი მკვლელის, უпростоრად მკვლელის არა პროფესიონალის წინააღმდეგ, როგორიც მერაბია, არ აღმოჩნდა საკმარისი, რადგან ის უბრალოდ შეუჩერებელი მანქანაა. ტყუილად არ ეძახიან ამ ზედმეტსახელს. გეუბნები დღიურში ყოველ დღე საზარდულის ტკივილის შესახებ იყო, მაგალითად, დღეს შედარებით უკეთესადაა ამ პირიქით. დღეს უფრო ამტკივდა. ახლა იმაზე ვფიქრობ, თუ რამდენად კარგად გრძნობ თავს და არ მინდა რომ თვალი მეცეს. თუ ბრძოლამდე იგივე ტემპით გავაგრძელებ ვარჯიშს, როგორც ეს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვარჯიშობდი მერწმუნე, 70% უკეთეს ფორმაში ვიქნები, ვიდრე პირველი ჩხუბისას ვიყავი. მე ვიქნები უფრო მოძრავი, მოქნილი და კარგ ფორმაში გამოვა. ჩემს სრულ პოტენციალს გამოვიყენებ. ბოლო ჩხუბში ჩემი გამოსვლით კმაყოფილი ვიყავი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კარგად არ ვგრძნობდი თავს. იდეალური შედეგი ვერ დავდე, დავმარცხდი. ვფიქრობ, არც უნდა გამემარჯვა. მაგრამ ეს რემატჩი აუცილებელი იყო. მერაბს თუ დავამარცხებ, ეს გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის, რადგან მერაბი ჩემთან პირველ ბრძოლამდე სერიოზული მოწინააღმდეგე იყო. ახლა განსაკუთრებით, როცა მეც და უმარიც დაგვამარცხა. შეიძლება ითქვას, რომ ამ მარცხვა უკეთეს ადამიანად გაქცია. რას ფიქრობ, მერაბი რომ დაგემარცხებინა, ასე მოხდებოდა? არ ვიცი, კარგი კითხვა.
ამ გაგებით მერაბის მადლიერი ყოველთვის ვიქნები. მან დამამარცხა, რითაც არა მარტო უკეთესი მებრძოლი, არამედ უკეთესი ადამიანიც გამხადა. ზოგადად მარცხი უცნაური რამეა. რაღაცის თქმა მინდა, ხო? სადაც ბრძოლა, იქ განვითარების შესაძლებლობაც არის და იცი, ბოლო ჩხუბის მერე მართლა ძალიან ნაწყენი ვიყავი. პირად რაღაცეებს, ცხოვრებას უმკლავდებოდი. სამაგიეროდ ასეთი პერიოდი განვითარების საშუალებას გაძლევს. სირთულეების გარეშეც კი. არჩევანი გაქვს და ხალხის უმეტესობა განვითარების მაგივრად ბრძოლას ირჩევს. იმის მაგივრად, რომ სირთულეებისგან გაზრდის შესაძლებლობა ნახონ, უბრალოდ წუწუნებენ და ბრძოლას აგრძელებენ. ფიქრობ, მე ბოლომდე გამოვიყენე განვითარების შესაძლებლობა, რაც ამ ბრძოლა მომცა. მგონია, რომ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა ამ 1 წლის განმავლობაში. ბოლოს რო ვიჩხუბეთ 29 წლის ვიყავი, ახლა 30-ის ვარ. ხო მიხვდი რისი თქმა მინდა. უფრო ზრდასრული ვარო, კაცი ვარ უკვე. კერძეც ამომივიდა თმა. გეთახმები, მართლა მაგარი შეგრძნება, რადგან მერაბი ცხოველია. მაგრამ ისეთი ცხოველი არა, ვინც სახეს გაგიერთიანებს, კისერს მოგიგრეხს ან მოგგუდავს. არა, ის ექსპერტია 25 წუთის განმავლობაში მომგებიანი პოზიციების შენარჩუნებაში, დროის მართვაში, გადაწყვეტილების მიღებაში. ისეთ პოზიციებში მოხვედრაში, სადაც ის მსაჯების ქულებით იმარჯვებს. ის ამაში ექსპერტია, ამიტომ განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება, როცა ჩვენ მას კარგად დავამუშავებთ. მე ამაში დარწმუნებული ვარ და ვიცი შენს გჯერა, რომ ჩვენ ამას ვიზავთ. ო, ფაქტიურად მხოლოდ საკუთარი თავის რწმენა. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამან მომიყვანა აქამდე, სადაც ახლა ვარ. და სწორედ საკუთარი თავის რწმენა იქნება ის, რაც მომაგებინებს შემდეგ ბრძოლას. რადგან ვიცი, დიდი აუთსაიდერი ვიქნები. ყველა ჩემს წინააღმდეგ იქნება, ისევე როგორც ალჯოსთან ბრძოლაში. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მომენტია, როცა დანამ ბრძოლის შემდეგ კითხა მედიის ყველა წარმომადგენელს. ვინ ფიქრობდა იქ, რომ შონი მოიგებდა ბრძოლას და მხოლოდ ერთმა ადამიანმა მონტანადან ასწია ხელი. შეიძლება აქაც იგივე მოხდეს, არავინ ელოდება, რომ მე გამოვიდე და შევძლო, გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც ნამდვილად შემიძლია. ო და თან ძმაო, მოგება წაგებაზეც ფიქრი არ გვინდა. სანამ ჩვენ ყურადღებას ვუთმობთ მომზადებას ყველაფერს, რაც იგი მოიცავს და მისი შედეგით ვამაყობთ, მაშინ მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდება. ო, სწორად აღნიშნე. მართალია წაგება ტეხავს, ყოველთვის ტეხავს. მაგრამ მგონია, რომ შეგიძლია მიხვიდე იმ წერტილამდე, სადაც იტყვი. კარგი, გავალ ახლა და ჩემს 100%-ს გავიღებ. კვირას გავიღვიძებ, მოვიგე თუ წავაგე მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ბოლოს მაინც მევირჩევ თუ როგორ ვიცხოვრებ, გესმის? ეს გონებრივი მდგომარეობა, დამოკიდებულება. ანუ ბედნიერება ხელობა, ზუსტად ბედნიერება ხელობა. კარგი, კვირას დავუშვათ გავოდი და წავაგე. ვიქნები თუ არა მოწყენილი ან დეპრესიაში. პირიქით ვიქნები კმაყოფილი ცხოვრებით. ჩემი ცხოვრება უკვე ისედაც კარგია. ეს მარცხი ჩემი ცხოვრების დარჩენილ ნაწილს ვერ განსაზღვრავს. ასე რომ ვფიქრობ, ეს ჯანსაღი დამოკიდებულებაა ბრძოლის წინ, კარიერის ნებისმიერ ეტაპზე. იქნება ეს სამოყვარულო ბრძოლა, პროფესიონალური დასაწყისი, შენ თავს ეუბნები. კარგი, არ არის აუცილებელი, რომ გაიმარჯვე. მგონია, რომ ახლა სხვა მდგომარეობაში ვარ, რადგან უკვე გამოვიმუშავე ფული, გავაკეთე ჩემი საქმე. ამიტომ თითქოს უფრო ადვილია ასე ფიქრი. ხოლო თუ შენ ხარ მაგალითად 1-0-ზე ან 2-0-ზე და ფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გაიმარჯვო შემდეგი ბრძოლა, მაშინ ხო ეს სხვა შემთხვევაა. მაგრამ ის ფაქტი, რომ მე ამაზე ფიქრი არ მიწევს, მაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩემი მაქსიმუმი დავდო. ხო, თან შენ იცი როგორი სპორტსმენი ხარ და იცი რისი გაკეთება შეგიძლია, ამიტომ ეს გაძლევს мотиваციას, რომ უბრალოდ გახვიდე და აჩვენო შენი შესაძლებლობები, ვიდრე გახვიდე და ფულზე იფიქრო მხოლოდ. ნამდვილად, ყოველივე ეს მხოლოდ ჩემი სრული პოტენციალის ჩვენებაზეა. ვიცი როგორ ვიჭედაო იმაზე უკეთესად, ვიდრე ეს წინა ჩხუბში ვაჩვენე. მან რამდენიმე კარგი დარტყმა გამიტარა, შესანიშნავად იჩხუბა იმ შეხვედრაში. მაგრამ მე ვიცი, რომ გრეპლინგი და ჭიდაობა უკეთესად შემიძლია, ვიდრე ეს იმ ბრძოლაში ვაჩვენე.